პრემიერისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი დუბაიში გრძელდება. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. როგორ მიდის დელეგაცია? დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა. საინტერესო სამიტი იყო, ქონდა რა თქმა უნდა შეხვედრების საშუალება, მათ შორის გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საინტერესო საუბრები. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება. რა თქმა უნდა ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მოგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ კუთხითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამიტში მონაწილეობა. ბატონო, დღეს ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი რეზოლუციის პროექტს, რომლის ტექსტიც კიდევ უფრო მწვავეა, ვიდრე წინამდებარე ტექსტი. და გაჩნდნენ უკვე მედია მენეჯერებიც. რა შეფასება შეიძლება მიეცეს ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას და რეალურად კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას ის, რომ ამ რეზოლუციას პირველ რიგში არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6 სრულიად უსამართლო რეზოლუცია. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, ეს არის თავდასხმა ასევე კონკრეტულად მედიის დამოუკიდებლობაზე. ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9 წლიან პერიოდს, რა დროსაც სწორედ მოქმედებდა ძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იგივე ძალების მხრიდან, რომლებიც ახლა ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რა თქმა უნდა, ასეთი აქტები, ასეთი რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი და ევროპული ინსტიტუტები, ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება. მომავალში ამის იმედი უნდა ვიქონიოთ. დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე. ბატონო, ამ რეზოლუციის პროექტს ჩვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით პრემიერს ირაკლი კობახიძემ დუბაიში ვიზიტი შეაჯამა და ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს და განაცხადა, რომ მას არავითარი ფასი არ აქვს.